ზოგადად საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში მაშინ გვიყვარს პოლიტიკურ კლასს საუბარი, როცა საჩვენოდ ხდება რაღაცები, როცა ისე არ მოგწონს, ძირთად უფრო ადგილობრივ პოლიტიკაზე იწყება საუბარი. ხა ჯამში პოზიცია ოპოზიციის მიღმა ხარ რომ გავყვეთ, თავს არ მოვიტყვებ ჩემთვის ცოტნეთვის გამაგიზიანებელია კაც, რომელსაც თული გასაკოჭი და საჭერია და ამ დროს ხედა რომ წითელ ხალიჩას უგებენ იმ სამყაროში, რომელიც ჩემთვის ცივილიზაციის და თავისუფლების ერთ-ერთი სიმბოლოა, ცხადია, კარგი დღე ნამდვილად არ არის. ამას ესე ვერ შევაფასებდი და ასეთი ოპტიმიზმით ვერ იქნებოდი. კი გამაღიზიანებელია, მაგრამ კიდევ უფრო მეტად გამაღიზიანებელია, როცა ადამიანს ვატოვხომ, რომ ის რეალობა უფრო მეტად უხარია, რომელ რეალობაშიც უკრაინა იქნება თითქოს დაჩაგრული და თითქოს პირიქით ჩვენ არ უნდა ვიყოთ ყველაზე დიდი გულშემატკივარი და ჩვენ არ უნდა გვესმოდეს სინამდვილეში როგორ ხდება, რომ ისტორიაში რაღაცები შეიძლება ისე დალაგდნენ, დიდი ბიჭები შენსკენ არ იყვნენ ისე როგორც ჩენელი და პირიქით როგორ მეტად ჭირდება ამ დროს ადამიანსაც ხარ დაჭერა და ქვეყანასაც ხარ დაჭერა. აი, ყველაზე მეტად ქართულსება შეეგმაღიზიანეს, შეხლა იქ ახარებულები იქნებიან, რომ რაც არ უნდა მოლაპარაკება იყო, რაც არ უნდა არსებობდეს, უკრაინისთვის უფრო მეტად დამანგრებელი იყოს, რომ მე საკუთარი პოზიცია მოიწონოს და ჯერ ამას თავი გავანებოთ, სამყაროში სწორია და არასწორია, ხო? ჩვენი პერსპექტივის გარეშეც არსებობს. ეხლა ისედაც ცხადია, რომ მოძალადე ცუდი არის, ვინც თავს იცავს, ის კარგი ადამიანი უნდა იყოს, ისკენ ვინც თავს იცავს და თავი და ბოლომდე რომ თავრობა მყავს, რომელსაც იმასო თავი განვრო ქართველები ვარ და უკრაინელები ჩვენზე და არავის არ უნდა ესმოდეს. უყურებ როგორ ამას იცი, რომ თითქოს ჩვენი ნაკრები თამაშობს ფეხბურთს და ფული გაქვს დადებული მეორე ნაკრებს. და შესაბამისად, რაც არ უნდა შევანაკრება, კაი მომენტი კონდეს, კარში ბურთი დაარტყას, აი გაღიზიანებს რა ის რომ უტევს ხოლმე მეორე გუნდს, რომელზეც ფული გაქვს დადებული. აი თითქოს ეგ უფრო მეტად გიხარია და აი ქართველებს ეგ ეთყობა, რომ დადებულია ყველაფერი, ყველა მისი ხედება არის რუსეთის გამარჯვებაზე, რუსეთის უძლეველობის რაღაცა მითზე. და აი ეს რეალობა უფრო მეტად ახარებს, სადაც აი რუსეთი ბოლომდე გაიმარჯვებს და როცა ამას უყურებ არის კაცი, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელი, რომელსაც თუ ვინმეს რუსეთთან ომია, ჩვენ გვიომია, თუ ზუსტად ვიცით რა არის, როცა ყველამ და ყველაფერი შეიძლება ფეხებზე დაგიკეტოს და მარტო შენ და შენი სიმართლე იყოს, აი ეს რა სიმწარია და ამ დროს სხვისი ზუსტად ესეთი ჭირი გვახარებს, ამ პოზიციაში ყოფი ჩემი ხელისუფალი, ვინც არის, ეს არის ჩემთვის ყველაზე ცუდი, ყველაზე ამაზრზენი, რისი შემყურებიც ახლა ვართ. ჩვენ უნდა გვესმოდეს, ჩვენი мотиваცია უნდა იყოს, რომ ამ სამყაროში სიკეთე რაც არის, სიმართლე რაც არის, სისწორი რაც არის, ის გავიდეს ფონს. იმისკენ უნდა ყველაფერს აშენებს მის პროპაგანდას, მის რაღაც მიწროპარტიულ პროპაგანდას, რაც აქვს ომზე და მშვიდობაზე და რა თქმა უნდა უკრაინაში ომი არის მის მიერ გამოყენებული ამ პარტიული ინტერესიდან გამომდინარე. კი ბატონო, იმიტომ რომ როგორც თავიდანაც დაიწყო იმ ხას მიყვება. ის პოლიტიკა რაც დაიწყო, ან ქართველების თანამედროვე პოლიტიკა იწყება უკრაინაში ომის დაწყებით. უკრაინაში როგორც კი ომი დაიწყო, და მართლა ესე გქონდა რომ ადგენენ და ფსონიდადეს რომ ყველაფერი ახლა ისე მოვიქცეთ, რომ მოიგოს რუსეთთან და ყველა მთელი ევროპა რომ დაიპყროს, ჩვენ აღმოჩნდეთ ისე რომ რაღაც ჩვენ დასაპყრობები ვართ ისედაც აი თქვენთან არა ვართ, აი ამაზე არის. კი ბატონო, აი მე მინდა რაც ყველაფერი ამისგან გადაუხეს, აგიზიანებს, რაც შეამჩნევს ხოლმე სადმე რუსეთი გაძლიერდება, ეს აბედნიერებს. აი აქ გაგვემრუდა მორალი ჩემი აზრით ქვეყანის.